მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა ვიწყებთ წმინდა ნიკოლოზის ხატის დაწერას და ეს არის რეპროდუქცია და უნდა გავაკეთო ესკიზი. ყოველი ხატის დაწერისას ადამიანს გჭირდება ესკიზის გაკეთება. შესაძლოა ეხლა ამ ესკიზს რო გავაკეთებ, აი ამ ზომის ხატის დაწერა რო გადავწყვიტო სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ამ ესკიზს გამოვიყენებ და სხვა ესკიზს აღარ გავაკეთებ. ასე მიგროვდება ბევრი ესკიზი. და რომელიღაცა ზომაში თუ დაემთხვა მაქვს ხოლმე. ეს არის დაფა, რომელიც დავგრუნდე და ერთი პირი აკლია კიდე და ამას ერთის რომ გადაუსვევ, შემდეგ ამაზე დაიხატება ჩვენი წმინდა ნიკოლოზი. ასე კეთდება ესკიზი. ეს არის პერგამენტი, მისი სახელის წერა დამოვიწყდა, ასე მოვიწყდება ხოლმე რაღაც უცხო სკალპ და რაღაცის სახელი დამოვიწყდება ხოლმე. აი ის მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის პერგამენტი, რაზეც უნდა გადავიტანოთ აი ეს ანუ ყველა დეტალი უნდა გადავიტანოთ აქ და მინდა გითხრათ, რასაც ჩემი მასწავლებელი მიმეორებდა ხოლმე მუდამ, რომ თუ ესკიზს არ გავაკეთებ სწორად და კარგად, ეს აღიქმება მე შემდგომ ხატზე რა. აქ თუ რაღაცას არასწორად გააკეთებ და ძირითადი ჩემი გადმოსახედიდან რატომაც მეუბნებოდა არის სახე. აი სახეს ესკიზი უნდა გააკეთო ეს წარბი, თვალის ეს მონაკვეთები ყველაფერი სწორად, რომ იქ მე აღარ მოგიხდეს საწოლებელი და ზუსტად გადაიყვან ამას. მოკლედ, ასე რომ ესკიზს უნდა გაკეთება ძალიან ისეთი ყურადღებით რა. და მე ყველაფერი კარგად იქნება. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი. სწავლება დავიწყეთ ხატწერის, ერთი მოსწავლე მყავს და იმ ქალბატონს ყავს პატარა შვილიშვილი, როგორც ვიცი და იმანაც გამოთქვა სურვილიო და ნელა-ნელა მივდივართ რა და ვინც მოისურვებს პირობას ვდებ, ხა იქ ვეკონტაქტები ხოლმე პირადში, ანუ WhatsApp-ში და ასე შემდეგ. ყველაფერს აუხსნი რა, სხვაც ვინც მოიდომებს რა, რაც მე ვიცი ყველაფერს ვასწავლი, ანუ მე შეიძლება ხა იდეალურად ვერ ვხატავდე, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი როგორც უნდა ვაჩვენო ადამიანს და აუხსნა ის, რაც მე მასწავლებელმა მასწავლა და მე ნიჭს როგორ განავითარებს, ეგ იმაზეა დამოკიდებული. ხა მასწავლებელი სწორად რო აგიხსნის, ეგ არის მთავარი რა და შესაძლოა იმ მასწავლებელზე უკეთესად ხაწერა შენ გამოგივიდეს რა, ხელი გქონდეს ისეთი, არ ვიცი. ყოფილა ასეთი შემთხვევები დამერწმუნეთ რა. ასე რომ ვისაც მომდება, აქავარ და აუხსნი მაქსიმალურად ყველაფერს, რავი, თუ არ მოვკვდი, დედასპიცა ვარ, ბოლომდე მივყვარე. წარმატებები ყველას, უფალი შეგვეწიოს და წმინდა ნიკოლოზი.